მე იმის თქვა მინდა რომ ზოგადად ადამიანის და საზოგადოების გატეხვა და გაბოროტება ძალიან მარტივი რაღაცა, ძალიან მარტივი მექანიზმია რა. ვიცემ მის ყველაზე დაბიო გამოვლინებებს რაღაცა ფართო ასპარეზი. რაც გააკეთა ჩვენმა ოპოზიციამ რა ამ შემთხვევაში ძალიან ესე იგი აქტიურად იყენებდნენ მათ ეგონათ რატომღაც რომ ეს მათ წაადგებოდათ არ წაადგათ, მაგრამ ფაქტია რომ დადგა ის რომ საზოგადოებაში ანომალური, არანორმალური ურთიერთობები დამყარდა. აი თუნდაც ის ლაშაზეს რაც იყო ხო ეს ორი დღე არ მეძინა იმ კომენტარების შემდეგ იმ რაღაცა ისეთი იმას ვხედავდი ტაბუ დაერყვა სერიოზულ ტაბუ დაერყვა რა კი პოლიტიკური მოწინააღმდეგე შეიძლება იყოს ადამიანის მაგრამ თუ არც ჯესე ტრობის კულტურას არსებობდა საქართველოს ყოველთვის არსებობდა ტრობის კულტურა რომ რაღაცა ის რო იყო ეს ჩვენი კულტურა კი არა ზოგადად საკაცობრიო კულტურა არის ილიადაში შეგიძლიათ ნახოთ და ყველგან შეგიძლიათ ნახოთ ანუ ეს არ არის ქართული მოვლენა ადამიანური მოვლენა და რაღაც ადამიანურ ფაქტორებს რო გადაცილდები, ხედავ რომ საზოგადოება ესე იხრწნება. არ შეიძლება შენ ესე მარტივად უყურო და ისე იყო. ამიტომ პარტიების აკრძალვა, ეხლა ესეთი პარტიების აკრძალვა, რომელმაც პანდორას ყუდი გახსნეს პირდაპირ გაგებით, ხო? არის საერთოდ მნიშვნელოვანი. მე ვფიქრობ რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენ უახლეს ისტორიაში, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე ესეთი გააზრებული, დაფიქრებული და პასუხისმგებლიანი ისტორიის წინაშე პირველ რიგში საზოგადოების წინაშე აქტი, როდესაც შენ წარსულში აფასე ამ წლების განმავლობაში არ შეგვიფასებია წარსული. პირველად აი ესე იურიდიული საბუთით, კანონის ძალით, პირველად შევაფასეთ ჩვენი უახლესი წარსული, უახლესი. და პოლიტიკური გამოჯამრთელების გზა კი ბატონო. ვალდებულებაც კი არის ხელისუფლების, რომ ეს გაეკეთებინა, გარდა იმისა, რომ უფლებები გვაქვს.